მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა ხდება მის გულში, მისი განცდები. თქვენზე დღეს გვაქვს ერთპოზიციანი გაშლა, ეს გაშლები არის ხოლმე მათთვის, ვისაც გიყვართ ერთპოზიციანი გაშლების ყურება, დარჩით ჩემთან ერთად ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, თუ რა თქმა უნდა, დღევანდელი საჯარო გაშლა თქვენზე რეზონირდა, მათთვის, ვისთვისაც დღევანდელი საჯარო თემა არ იქნება რეზონირებული, დაელოდეთ ჩემი შემდეგი ვიდეოს ჩაწერას იგივე სათაურით, იგივე თემაზე, რომელსაც უახლოეს პერიოდში აუცილებლად ჩავწერ, ან შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ ხოლმე, რადგან ვიდეოები როგორც წესი რეზონირებას მაშინ იწყებენ, როდესაც მას ჩართავთ, მოусმენთ და მისგან საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. კონცენტრირდით ახლა გაშლაზე, შეგიძლიათ ამ პიროვნების სახელი წარმოსთქვათ და ვნახოთ რა ხდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გულში და როგორი არის მისი განცდები თქვენზე. პირველ რიგში აქ კარტმა გამოგვიკვეთა ამ პიროვნების თქვენდამი განცდა შემდეგნაირად, რომ მას ძალიან სურს და უნდა რომ თქვენი ემოცია, თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ უფრო მეტად დათბეს, გამუდმებით გყავდეთ ძალიან ისეთ თბილ ენერგიაში, არ მოაკლოთ ზრუნვა, არ მოაკლოთ ყურადღება, მისცეთ მას უფრო მეტი სითბო, ყოველ წუთას მოეფეროთ, თუ ამის საშუალება არის შეეხოთ, მეტი სითბო აჩუქოთ, გამოუვლინოთ თქვენი დადებითი განწყობა, მუდმივი კომპლიმენტები გქონდეთ მისი მისამართით, მოეფეროთ და ძალიან ბევრი სითბო აჩუქოთ. მისი სურვილი ეს არის ურთიერთობაში. მჭირდება შენგან მეტი ყურადღება, მჭირდება შენგან მეტი ზრუნვა, მინდა რომ მუდმივად ესეთი თბილი დამოკიდებულება გქონდეს ჩემს მიმართ, მუდმივად გქონდეს იმის სურვილი, რომ ჩამეხუტო. აი ესეთი განცდები აქვს თქვენზე ამ პიროვნებას, რომ მუდმივად სურს, რომ თქვენ მის მიმართ იყოთ კეთილგანწყობით. გსურდეთ მასთან ყოფნა, როგორც ფიზიკურად გიზიდავდეთ, ასევე სულიერად მასთან თავს კარგად გრძნობდეთ. მზის არკანში ამოვიდა ეს ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პიროვნებას სურს, რომ თქვენ მის გარშემო მოიტრიალოთ და შემდეგი არკანი გვიმოწმებს ამ სურვილს, რომ ამ პიროვნებას ძალიან ვერ აუტანია კონკურენტები, სურს რომ მხოლოდ მას ეკუთვნოდეთ, მის გარდა არავინ არ არსებობდეს თქვენთვის, ვერავის ვერ ამჩნევდეთ, ძალიან განიცდის თუ ოდნავ მაინც ყურადღებას მოაკლებთ, ოდნავ მაინც რაღაც სხვა თემაზე გარდაერთვებით, აქ პიროვნება არის საკმაოდ კონცენტრირებული თქვენს ყურადღებაზე და არ მოსწონს, როდესაც თქვენი სურვილები ან მიზნები მის გარდა სხვა რამეს ან ვინმეს უკავშირდება, აქ ეჭვიანი არის ადამიანი და ამ ყველაფერს შეიძლება ტოქსიკურად არ გამოხატავდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც თქვენთან ამ ყველაფერზე საუბრობს ეს პიროვნება. თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, თქვენ მისთვის ხართ იმპერატორი ქალი, ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე სასურველი, თქვენ ეს პიროვნება გთვლით, რომ მას ბევრად სჯობი ხართ, თქვენ შეიძლება ესეთი სიტყვაც გამოვიყენოთ, რომ გაღმერთებთ ეს ადამიანი და მისი განცდები ყოველთვის იმას უკავშირდება, რომ ყოველთვის იყოს თქვენს გვერდზე, ნახეთ გვერდ ამოხვედით. აქ მოდის მისი ზოდიაქო, შეიძლება ეს პიროვნება იყოს კირჩხები, მორიელი ან თევზები, ან ახლა იყოს ძალიან ემოციურ განწყობაზე და მისი, ასე ვთქვათ, თქვენდამი დამოკიდებულება ვლინდებოდეს როგორც სტიქია წყალი, ხომ? აი წყალი ზოგადად ძალიან რომანტიული არის, ძალიან ესეთი ემოციური არის, თუ უყვარს ბოლომდე უყვარს, რომანტიულიც არის, ესეთი დადებითი ემოციები მას ძალიან ანებივრებს, ახარებს, უფრო მეტად ესეთი სხვა მეფეებთან შედარებით თასების მეფე უფრო მეტად არის ხოლმე ქალბატონთან გრძნობებში
თავისუფალი და ასე ვთქვათ, სიტყვაც უფრო ხელგაშლილიც არის და უფრო სიტყვერად მეტად შეუძლია რომ თავის სათქმელი გამოხატოს. ну, სხვათა შორის აქ კიდევ მისი განცდები, ამ პიროვნების განცდები თქვენზე არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მასზე იყოთ ორიენტირებული, მის გამო თუ საქმეს გადადებთ და ყურადღებას დაუთმობთ, უზომოდ ბედნიერი არის ხოლმე და ძალიან ახარებს მას ესეთი ნიუანსები. მის გულში ის ხდება, რომ მის გულში ხართ თქვენ. თქვენ მისთვის ხართ აბსოლუტურად ქალის იდეალი, პიროვნების იდეალი, არაფერს არ შეცვლიდა თქვენში, გარდა იმისა, რომ თქვენგან მუდმივად ესეთი როგორც მზის ხივი ათბობს დედამიწას და ჩვენ ადამიანებს, აი ესე ათბობდეთ მხოლოდ და მხოლოდ მას. ამ პიროვნებას აქვს ესეთი სურვილი, რომ თქვენი ემოციური კეთილგანწყობა მხოლოდ და მხოლოდ მას უკავშირდებოდეს. რატომ ესე ხაზგასმით ვსაუბრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მას. ნახეთ როგორ არის აქ, რა თქმა უნდა, არც კი უნდა რომ ვიფიქროთ, რომ შეიძლება სხვა მოგეწონოთ ოდესმე, სხვა კაცზე ორიენტირდეთ ან თვალი სხვისკენ გაგექცეთ, ამაზე შეიძლება ძალიან ისეთი მძაფრი ემოცია ჰქონდეს და საკმაოდ მწვავე რეაქცია. და სხვათა შორის აქ მხოლოდ ესეთ ეჭვიანობას არ აქვს ადგილი. თუნდაც საქმეს რომ გადახვეთ, თუნდაც თქვენი პირადი საქმიანობა რომ დააყენოთ პირველ ადგილზე და მას ცოტათი დრო მოაკლოთ, სახში გვიან დაბრუნდეთ, ვინც ერთად ცხოვრობთ, ან SMS-ებზე დაუგვიანოთ, აი ეს ყველაფერი მასზე ძალიან ემოციურად მოქმედებს და ეს ადამიანი ესეთი განწყობით არის თქვენს მიმართ ახლა, რომ მინდა შენთან ყოფნა და მოდი გამოვიყენოთ თითოეული წამი, წუთი დრო, რომ ვიყოთ ერთად. არ უნდა რომ თავი მარტოდ იგრძნოს, თქვენს გარეშე არაფრის კეთება არ უნდა. შეიძლება ესეთი ჩვევაც კი გქონდეს, რომ თქვენს გარეშე საჭმელიც არ ჭამოს, დაილოდოს, დაგელოდოთ. თქვენს გარეშე ფილმი არ ჩართოს და არ უყუროს, უნდა რომ ყველანაირი მონაწილეობა, ყველანაირი დღის რუტინა იქნება ეს თუ ნებისმიერი მოვლენა თქვენთან ერთად აკეთოს და ამის საშუალება ბოლომდე მიეცეს. ესეთი განცდები და სურვილები აქვს თქვენზე დღეს ამ პიროვნებას. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.